მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ. ჩემი თქვენთან ჩართულობა ისევ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება. იმიტომ რომ შემოდის ძალიან ბევრი კითხვები, თუ როგორ დავუკავშირდეთ საპორტს, რანაირად უფრო მოხერხებული იქნება ეს, როგორ მივწეროთ წერილი, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, შეკითხვა დაკმაყოფილებული იყოს ყველანაირად, ყოველ კუთხით და ძალიან ბევრი შეცდომებია დაშვებული საპორტთან წერილის მიწერის დროს. იმიტომ რომ იწერება არასწორად ის წერილი, რანაირად უნდა დაიწეროს ეს წერილი და რა არის გასათვალისწინებელი ამ დროს, ეს აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მართლად მივიღოთ ის პასუხი, რაც გვაინტერესებს, როდესაც ვსვავთ კითხვას მათთან. ამიტომ საპორტთან დაკავშირების საშუალება არის ორი. პირველი არის ასეთი, მოდით შევიდეთ და გაჩვენოთ პირდაპირ ეს. შევიდეთ პირველ რიგში კაბინეტში, ხო? აი, აქედან შევალთ კაბინეტში, აი აქ უკვე დაბლა მოცემული გვაქვს ლივგუდი, იმიტომ რომ ხშირად შევდივარ და მიფიქსირებს, რა თქმა უნდა. და შევიყვანოთ, შევიდეთ რომელიმე კაბინეტში. უფრო შეეცადეთ ამ ბოლო დროს აი ამ მეორე ხაზიდან შეხვიდეთ, უფრო ადვილად შევდივართ. შევიდეთ ახლა რომელიმე კაბინეტში. ვაწვევით, რა თქმა უნდა, აქ შეგვაქვს მომხმარებლის სახელი, ლოგინი, აქ შეგვაქვს ჩვენი პაროლი, პასვორდი, ხო? თუ უკვე დამახსოვრებულია, მშვენიერია, უბრალოდ დააწყაპუნებთ დამახსოვრების შემთხვევაში, ახლა როგორც მე გავაკეთებ, ერთი წუთით. არ მეძლევს აქ რატომღაც. კი ბატონო, აქედან შევალთ ახლა. აი, ვაწვევით სამხას. სამხას, აქ გამოდის ჩვეულებრივად ჩვენი მენიუ, დაიმახსოვრეთ, რომ ლივგუდს ყოველთვის აქ აქვს მენიუ. და აქედან შევდივართ ყველაფერი, რაც გვჭირდება და ვაკეთებთ. ეხლა ჩვენ, რა თქმა უნდა დავაწვეთ აი აქ ლოგინს. შევიყვანოთ, როგორც გითხარით, მაღლა username-ი, დაბლა პასვორდი და თუ უკვე დამახსოვრებული, მაშინ უბრალოდ ვაწყაპუნებთ და გვიგდებს იმას, რაც გვჭირდება. შევიდეთ თუნდაც აქ. და ეხლა ჩვენ გვინდა მივწეროთ საპორტს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ისევ და ისევ ვაწვევით სამხას და გვჭირდება აი ეს გრაფა. დამეკონტაქტეთო. ქართულად დამეკონტაქტეთ, ასე იქნება, დაგვეკონტაქტეთ. დაბლიდან მეორე, არა მესამე. დავაწექით ამას და აი აქ, როგორც ხედავთ, არის მითითებული საპორტის მისამართი. ჩვენ აქედავე შეგვიძლია დავაწყაპუნოთ მაგალითად და გავაგზავნოთ წერილი ოღონდ. ეხლა უყურეთ რა ნიუანსია აქ და გასათვალისწინებელია ეს ყველაფერი აუცილებლად. პირდაპირ რომ დავაწვეთ, ეხლა ამას ერთ წუთით, აი დავაწექით, მოგცა. და ნახეთ, აი აქ არის ჩემი ემაილი, თქვენი ემაილიც ასე ამოვარდება. აი აქ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი. ეს ემაილი ის ემაილია, რომელიც ჩვენ კაბინეტში გვაქვს შეტანილი რეგისტრაციის დროს. თუ ეს სხვა ემაილია, ემაილი ზოგს 5 აქვს და ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ კაბინეტში ჩვენ არა გვაქვს ეს ემაილი შეტანილი, ამ შემთხვევაში აქედან გაგზავნას აზრი არ აქვს. ანუ აქვე არ უნდა დავაწყაპუნოთ მაშინ. მაშინ სხვანაირად უნდა გამოვიყენოთ ემაილი. აქ თუ ემაილი როგორი წერება, უკვე თქვენ იცით, სიტყვაზე დააწყაპუნეთ. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ის ემაილია, რომელიც კაბინეტში გაქვთ, ამ შემთხვევაში აგერ მითითებულია თქვენი ემაილი,
აქ მითითებულია საპორტის მისამართი, აი ეს ხო? და აქ წერთ თემას, თუ პროდუქცია დაწერთ სიტყვაზე პროდუქტი, წერთ წერილს ქართულად, ჩვეულებრივად და თემაში წერთ პროდუქტი. მაგალითად, ხო? პროდუქტი, თემაში წერთ ამას. თემაში შევიდა პროდუქტი, აი აქ ვიწყებთ წერილის წერას. და ასე შემდეგ. ეხლა ამ წერილის წერას მე გაჩვენებთ როგორ უნდა დაწეროთ. ეხლა რაც თავარია ეს გაითვალისწინეთ, რომ დაწყაპუნების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ აი ეს მომენტი, email-ი საიდან არის. კი ბატონო, ეხლა დავბრუნდეთ უკან. შევედით ისევ აქ და როგორც გითხარით, აწყაპუნებთ პირდაპირ ამაზე გადადიხართ და თუ ის email-ია წერთ იქვე წერილს, თუ არ არის ის email-ი ამ შემთხვევაში, ისევ აქ არ აწყაპუნებთ ოღონდ, არ აწყაპუნებთ, არამედ აკოპირებთ და ეს როგორ ხდება? აი აქ ისევ და ისევ აქ ვაწვევით და აი აქ გვაძლევს კოპირებას. ვაკოპირებთ და ეს უკვე შეგვაგეთყვით სადაც, ხო? აქედან გამოვდივართ ახლა. შევდივართ მეილზე და წერთ წერილს როგორ? თქვენივე მეილიდან უკვე დაკოპირებული გაქვთ, თქვენ თითს დამახსოვრებული აქვს უკვე ის, რაც იქ დააკოპირეთ. შედიხართ თქვენს email-ზე, აი მე შევედი ჩვეულებრივად email-ზე, ხომ ხედავთ? აი ეს არის Gmail-ი. დავაწექი და ეხლა მინდა მივწერო წერილი. აი მაგალითად LiveGood-დან მაქვს მოსული წერილი სიტყვაზე, ხო? აი ხედავთ რომ მაქვს წერილი მისული LiveGood-დან. აი ასე თუ მივწერეთ წერილი, აი LiveGood-ის წერილი და ჩვენ რაღაც სხვა თემა გვაქვს განსახილველი და აგერ LiveGood-ის წერილია მოსული და მე ასე თუ გავაკეთე სიტყვაზე, ხო? აი აქ წერია რომ პასუხი გაეცითო. ანუ მათ მოწერილ წერილზე გავცე პასუხი. ასე თუ გავეცი პასუხი, აი მაგალითად აქ ანუ ასე თუ გავეცი მე პასუხი აი აქედან როგორც გითხარით, ხო? აქედან თუ გავეცი, ამ შემთხვევაში ეს ჩემი წერილი მოხდება საერთო ყუთში. და საერთო ყუთში რომ მოხდება, ცოტა გვიან ნახავენ ამ წერილს და შესაბამისად პასუხიც ცოტა გვიან მომივა. ეს ზოგადად ასე, ეს მარტო LiveGood-ში არ არის, ეს უნდა იცოდეთ თქვენ. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, სულ სხვანაირად მივწეროთ წერილი, ხო? გამოვიდეთ ასე. და შევდივართ საერთო მენიუში, სადაც ჩამონათვალია სხვადასხვა წერილების, რომელიც ჩვენთან მოდის და აი აქ მიაქციეთ ყურადღება ფანქარს. უყურეთ, ერთი წუთით. აი კი ბატონო, აი აქ. და აქ მნიშვნელოვანია, შეიძლება სხვადასხვა ადგილას იყოს თქვენ მეილებზე, მაგალითად Yahoo-ზე მაღლა ეს ფანქარი, Gmail-ზე აქ დაბლა და ასე შემდეგ. შეხედეთ, უშუალოდ მიაქციეთ ყურადღება აი ამ ფანქარს. სადაც ამას ნახავთ, ეს არის ახალი წერილი, სადაც უნდა გააგზავნოთ. კი ბატონო, დავაწექით ახლა ამას და აი აქ მითითებულია ვის უნდა მივწეროთ წერილი, თემა უნდა შევიტანოთ და დავწეროთ შემდეგ წერილი, ხო? თან აქ ჩვენ უკვე იმ მეილიდან ვუგზავნით წერილს, რომელიც კაბინეტში გვაქვს დაფიქსირებული რეგისტრაციის დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მეილიდან თქვენ კომპანიის საპორტს ვერ მიწერთ. მეილი უნდა იყოს აუცილებლად, უკვე მე მგონი მე-18 ჯერ ავხსენი, უკაცრავად, მაგრამ მინდა გავმეორდე, რომ თქვენთვის უფრო გასაგები იყოს ეს და არაფერი არ შეგეშალოთ. ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. შემდგომ, კი ბატონო, ეხლა შევიტანოთ. აქ შევიტანოთ უკვე დაკოპირებული
საპორტის მისამართი, კაბინეტში დავაკოპირეთ, თუ გახსოვთ, იქ გაჩვენეთ თუ როგორ უნდა დააკოპიროთ. შემდეგ აქ გვეუბნება, რომ შეიყვანეთო თემაო, მაგალითად სიტყვაზე, მაგალითისთვის შევიტანოთ პროდუქტი. შევიყვანეთ თემა, მაშინ წეღანაც გაჩვენეთ, ეხლა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. და აქ შევიყვანოთ უკვე ტექსტი. ახლა როგორ უნდა შევადგინოთ ტექსტი. ჩვენ შევდივართ კაბინეტში. პარალელურად შევიდეთ კაბინეტში. მაგრამ ახლა აღარ მინდა, იმიტომ რომ დამეკარგება მე ახლა ეს რაც მაქვს უკვე დაფიქსირებული, თქვენ შეგიძლიათ მე წინასწარ სანამ წერილს მიწერთ კაბინეტში უკვე ამოიწეროთ თქვენი ID. ყველა ვარიანტში მოგვიწევს კაბინეტში შესვლა. ყველა ვარიანტში. უყურეთ. და მაგალითად შედიხართ კაბინეტში და აწვევით სად ნახულობთ ამას, რაც იქ უნდა შეიტანოთ, ამას გაჩვენებთ ახლა. ჩემი ინფორმაცია, მან შევდივართ და ID-ს ვაკოპირებთ აქ. ასე ვაკოპირებთ ID-ს კოპირება. всё, გამოვდივართ აქედან და შევდივართ იქ, სადაც უნდა შევავსოთ. ხო და წერთ აქ ასე. ID, ორი წერტილი და ჩავსვით ის, რაც დავაკოპირეთ. შემდეგ შევიტანეთ აქ, წერთ login და ჩავსვით აქ მაგალითად ნანა ლომი, ხო? აქ ID იქნება. აღარ დავაფიქსირებ მე ამას აქ. ID-ს ნომერი, როგორც გაჩვენეთ წეღან. აქ ნანა ლომი, ეს მომხმარებლის სახელი. და შემდეგ ვიწყებთ წერილს. მაგალითად, ქართულად, ჩვეულებრივად. იქ ითარგმნება მე. მოგესალმებით. მე გახლავართ, ან ძვირფასო დახმარება და ასე შემდეგ. მე გახლავართ. ინგლისურად. კაცრავად. ნანა ლომიძე და შემდეგ ვწერთ კომპანია ლივგუდის ოფიციალური პარტნიორი. შევიძინე პროდუქტი, ვიყიდე, გამოვიწერე პროდუქტი, მაგალითად ხომ, გამოვიწერე პროდუქტი. და გაქვთ რაღაცა პრობლემა, დაიგვიანა პროდუქტმა, რაღაცა მოხდა, რაღაცა პრობლემა შეიქმნა და ჩვენ აუცილებლად უნდა სკრინი გავაკეთოთ ამ ყველაფრის. თქვენ როდესაც პროდუქტი გამოიწერეთ, თქვენ კაბინეტში გიფიქსირდებათ ესეთი რაღაც, ხო? მაგალითად, ღმერთო, ბოდიში, შევიდეთ ისტორიაში. გამოწერის ისტორია. აქედან გამოვიდეთ, იმიტომ რომ აქ არ არის გამოწერილი პროდუქტი.
შევდივართ მენიუში ჩვეულებრივად ისტორიაში შევდივართ, გამოწერის ისტორიაში. შევედით, ეს თუ პროდუქტს ეხება საკითხი ბარიღამ გაჩვენებთ და აი გამოწერის ისტორიაში არის ესეთი ასეთი გრაფა, ხო? აი ასეთი ღილაკი. ამ ღილაკს ვაწვევით და აი ამას დავსკრინავთ. ხო? აი ეს უნდა დაისკრინოს. აი მაგალითად დავსკრინავ, ხო? დავსკრინეთ ახლა ეს რა თქვია ის ყველაფერი, რაც გითხარით, სადაც შევედით კაბინეტში დავსკრინეთ. ახლა ეს უნდა ჩავსვათ აქ. იმისათვის რომ ჩავსვათ აქ არის ასეთი ღილაკი. აი აქ ვაწვევით. ეგან მაღლა იქნება ან დაბლა, ზოგ შემთხვევაში დაბლაც არის ეგ და ან ვაწვევით ან ფაილს ვაწვევით, ან ფოტოს ვაწვევით, სადაც შეიძლება ეს იყოს შენახული. ან კამერას თუ ეს კამერით გვინდა გადავიღოთ და ისე გადავაგზავნოთ რაღაცა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაწვევით ფოტოს. აი აქ ვაწვევით. შემდეგ ვაწვევით ფოტოს. აი აქ ამოგვიგდებს იმას, რაც დავსკრინეთ. მე ხა ნებისმიერ სავიღებ, იმიტომ რომ ჩემთან გალერეაში არ ჯდება უცებ. აი ამას სავიღებ მაგალითად. დაბლა დავაფიქსირებ და აი ჩაისვა ის, რაც უნდა გავაგზავნო ჩვეულებრივად და შემდეგ აი აქ ვაგრძელებ წერილს, ჩაგიგდეთ სკრინი პრობლემის, გდეთ ჩეკი, ან რაღაცა, რასაც ჩაუგდებთ. გააჩინეს ახლა მე უბრალოდ მაგალითისთვის დავწერე სიტყვაზე პროდუქტის პრობლემა. თქვენ შეიძლება სხვა პრობლემა გქონდეთ, მაგალითად, თუ ემაილის პრობლემაა და ემაილი არა, ან კაბინეტში ვერ შედიხართ, 1000 რაღაცა შეიძლება იყოს, ხო? ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დაწეროთ აქ და მიუთითოთ. თან, როდესაც ეუბნებით, აი ემაილის შემეშალა და იქ სხვა ემაილია და აქ სხვა ემაილია, ამ შემთხვევაში იმ ძველი ემაილის მონაცემიც უნდა შეიტანო და ახალი ემაილიც. ეს კიდე სხვა თემა. მოკლედ, ყველაფერი დეტალურად უნდა მიწეროთ, რომ კომპანია მიხვდეს რა პრობლემა გაქვთ კონკრეტულად. აი ჩაგიგდეთ ჩეკი სკრინის სახით. მადლობა წინასწარ. დახმარებისთვის. პატივისცემით. ისევ ინგლისურად. ნანა ლომიძე. всё, სულ ეს არის და წერილს ვაგზავნით. აი ყველაფერი მზათა გვაქვს, გადავამოწმოთ, სკრინი ჩავაგდეთ, წერილი მივწერეთ, პრობლემა ავუხსენით და ვაგზავნით აქედან. გავიგეთ ხო? ანუ ფაილს ან ფოტოს ვიღებთ აქედან, რაც დავსკრინეთ, ვაგზავნით აქედან. და გაგზავნილია წერილი უკვე საფუძვლიანად, სწორად და უკვე 100%-ით უნდა ველოდეთ ზუსტ პასუხს. აი ეს არის სულ რისი ახსნაც მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემები ამასთან დაკავშირებით ადამიანებს უჭირთ, რატომღაც არ ვიცი, უჭირთ ემაილის გაგზავნა. უჭერთ და აი იმიტომ არის რომ მოვიფიქრე რომ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ ინსტრუქციის სახით რომ გამოიყენოთ, როდესაც რამე პრობლემა შეგექმნებათ და აღარ იყოს საჭირო, აღარ დაგჭირდებათ ვინმე შეწუხება რომ დამეხმარე და ასე შემდეგ. გექნებათ აქ უკვე მასალა, მე ვფიქრობ გასაგებად ახსენი ყველაფერი, მიგითითეთ ღილაკებით ყველაფერი სადრას უნდა დააწვეთ და როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი და დანარჩენი მოგიმართოთ ღმერთმა ხელი.
რა ვიცი, თუ კიდე რაღაცა იქნება დასამატებელი, შევქმნი მე კიდევ ახალ ვიდეოს რაღაცას და აუცილებლად დაგიდებთ. მოკლედ ვაკუუმში არ აღმოჩნდებით არავითარ შემთხვევაში, ჯერ ისედაც გვაქვს ჩვენი ინსტრუქციების ჩათი და ყველანაირად შეგიძლიათ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოთ იქიდან, ყველანაირი მიმართულებით არის იქ ვიდეო რგოლები, თუ როგორ იმოძრაოთ და რა გააკეთოთ კომპანია Live-Good-ში და გამოიყენეთ უსათუოდ, იმიტომ რომ ინსტრუქციის გარეშე ძალიან რთულია, ხო? სადღაც რომ მიდიხართ, სადღაც რომელიმე ქვეყანაში არ რაღაცა, იქ რომ არ იყოს ნიშნულები, რისი მეშვეობითაც უნდა მიაღწიოთ იმ ქვეყანას თუ იმ ქალაქს თუ სადაც არ უნდა წახვიდეთ, სხვაგვარად შეიძლება დაიკარგოთ სადღაც და არც კი იცოდეთ სად ხართ და რას აკეთებთ. ამიტომ ყოველთვის მიაქციეთ ინსტრუქციებს. ყურადღება, ინსტრუქციების ჩატის ლინკი ჩაგდებული მაქვს მე მთავარ ჩატში, ვინც პარტნიორები ხართ, იმათ მოგმართავთ და აუცილებლად ისარგებლეთ იმ ლინკით. აუცილებლად, რომ მიაღწიოთ რეალურად წარმატებას და იცოდეთ სად როგორ იმოქმედოთ და იმოძრავოთ. კარგით, წარმატებას გისურვებთ, წისვლას გისურვებთ, თქვენთან იყო ნანა ლომიძე, დამელოდეთ ყოველთვის მოგაწოდებთ განახლებულად ახალ-ახალ ინფორმაციებს, რომელიც თქვენ აუცილებლად წაგადგებათ თქვენს ბიზნეს ცხოვრებაში. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის.